დღევანდელ ვიდეო გაკვეთილში გასწავლით, როგორ დახატოთ ადამიანის ფიგურა სხვადასხვა მოძრაობაში. სანამ ხატვაზე გადავალთ, გეტყვით, რომ იმის გარდა, რომ ფიგურის ხატვის დროს ძალიან მნიშვნელოვანია კუნთის დამუშავება, ძვლების გადანაწილება და ამ ყველაფრის კარგად ცოდნა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მოძრაობა და დინამიკა, რომ თვითონ ეს ჩვენი ნახატი იყოს პლასტიკაში და არ იყოს გაშეშებული. ხშირად მოხდება ისეთი ნამუშევრები, სადაც საკმაოდ კარგად არის დამუშავებული ფორმები, კუნთები და ასე შემდეგ, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ფიგურა არის ძალიან გაშეშებული და უსიცოცხლო, რითიც იმ ეფექტს კარგავს ხოლმე, რომ კარგი ნამუშევარია და ის შრომა, რაც არის ჩადებული, თითქმის მთლიანად იკარგება. ამიტომ სწავლის დროს მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ მოძრაობას, დინამიკას და პლასტიკას. დღევანდელი ვიდეო გაკვეთილი ამაში ძალიან დაგეხმარებათ. ეს ვიდეო ასევე ძალიან გამოადგება აბიტურიენტებს, რომლებიც აბარებენ სამხატვრო აკადემიაში, რადგან აკადემიაში მისაღებ გამოცდაზე დაგჭირდებათ ფიგურის ხატვა. ასევე ვისაც გინდათ ხატვა ისწავლოთ სიღრმისეულად, გელოდებით ჩემს ხატვის სტუდია გამოხატეში, სადაც ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს, ამიტომ გელოდებით ნებისმიერ მსურველს. რა თქმა უნდა, გელოდებით აბიტურიენტებსაც, გასაუბრებები უკვე დაიწყო, ამიტომ დეტალებისთვის მოგწერეთ პირად შეტყობინებაში. დავიწყოთ ფიგურის აგება ძალიან მარტივი ფორმებით, აიღეთ ესეთი წრე და ჩამოავლეთ ხაზი. იმისთვის, რომ ფიგურა იდგეს და არ წაიქცეს, მნიშვნელოვანია, რომ ხარი თუ დაიხრება მარჯვენა მხარეს, თეძო დაიხაროს მარცხენა მხარეს. ტანის ზედა კარკასი აღნიშნეთ ესეთი მარტივი ფორმით და შემდეგ თეძოს ადგილიც აღნიშნეთ ესეთ ან ოვალურად, ან შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ კვადრატი. ფეხებისთვის გამოიყენეთ ესეთი მარტივი ჩხირები, უბრალოდ სადაც არის სახსრები, დასვით წერტილი, მაგალითად მუხლის ადგილას დავსვით წერტილი. მნიშვნელოვანია, რომ იმ ფეხზე, რომელზეც დგას, კოჭი ემთხვეოდეს ამ ჩვენ ცენტრის ხაზს, რომელიც თავიდან ჩამოვავლეთ. ხელებით ესე მარტივად აღნიშნეთ. როგორც გითხარით, მნიშვნელოვანია, რომ ეს წერტილებიც აღნიშნოთ დაგეხმარებათ, რომ უფრო კარგად აღიქვათ ტანის მოძრაობა. თუ რომელიმე ფეხზე გინდათ რომ დააყრდნოთ, აუცილებლად ცენტრის ხაზს უნდა დაამთხვიოთ რომელიმე ფეხი. გადავიდეთ ახლა შემდეგი ფიგურის და შემდეგი მოძრაობის დახატვაზე, ისევ ჩამოვავლეთ ცენტრის ხაზი. ეხლა დავხაროთ მხარის საპირისპირო მხარეს, მაგალითად მარცხენა მხარეს. როგორც უკვე მივხვდით, თეძო უნდა დავხაროთ მხრის საპირისპირო მხარეს, ისევ ავღნიშნოთ ჩვენი ზედა კარკასი და თეძოს კარკასი. ეხლა შეგვიძლია ეს ფიგურა დავაყენოთ ორივე ფეხზე, რაც ნიშნავს, რომ აღარ არის აუცილებელი, რომ ამ ცენტრის ხაზს რომელიმე ფეხი დავამთხვიოთ. შეგვიძლია გადავაცილოთ ამ ცენტრის ხაზს, როცა ორ ფეხზე დგას. ისევ ავღნიშნოთ მარტივად ჩვენი მუხლის ადგილი და მენჯის ადგილი. პირობითად ავღნიშნოთ ტერფიც. და მეორე ფეხიც საპირისპირო მხარეს გამოვიყვანოთ. ძალიან კარგი ვიდეო მაქვს, როგორ დავხატოთ ადამიანი, იქ არის უკვე სრულფასოვანი დეტალები, როგორ შევასხათ ამ კარკასს ხორცი, ასე ვთქვათ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეოა და თუ გინდათ რომ კარგად ისწავლოთ ეს თემა, აუცილებლად ნახეთ ეს ვიდეოც, თუმცა თუ გინდათ რომ ეს დინამიკა ისწავლოთ და ადამიანების ხატვა ისწავლოთ სხვადასხვა მოძრაობაში, მნიშვნელოვანია რომ აი ამაზე ივარჯიშოთ ამ თემაზე და ცადოთ ხოლმე სხვადასხვა პოზები ასეთი მარტივი ჩხირების დახმარებით. დავხატოთ კიდევ ერთი მოძრაობა. ეხლა ადამიანი იქნება დამჯდარ მდგომარეობაში, ვხატავ პროფილში. და ისო პირობითად და ძალიან მარტივად ავღნიშნავ ზედა კარკას და თეძოს კარკას. ისევ რა თქმა უნდა გამოვიყენებ ჩხირებს. ვფიქრობ, რომ აი ამ ჩხირების დახმარებით თუ ისწავლით ხატვას, ფიგურისას ძალიან გაგიმარტივდებათ და ძალიან დაგეხმარებათ. უბრალოდ ამას სჭირდება ვარჯიში. რომ მთავარია რომ ეს პროპორციები დაიჭიროთ, რომ მაგალითად ძალიან დიდი თავი არ გამოვიდეს, ან ძალიან დიდი ტანი და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებითაც მაქვს ვიდეო ადამიანის პროპორციები როგორ გავიგოთ, ესეც შეგიძლიათ ნახოთ და ესეც კიდევ უფრო დაგეხმარებათ, რომ კარგად ხატოთ ადამიანის ფიგურა.
მოკლედ, როგორც გითხარით, ადამიანის ფიგურის ხატვის დროს მნიშვნელოვანია, რომ ისწავლოთ დინამიკა და ასევე კუნთი, ძვალი და ასე ვთქვათ, ეს ხორცის შესხმის თემა. ეხლა მარტივად გაჩვენებთ უკვე როგორ შეგიძლიათ ეს ჭხირები აქციოთ უკვე ცოტა რეალისტურ ადამიანად. კუნთები და ეს ფორმები ცალ-ცალკე თუ გექნებათ კარგად დამუშავებული, მაგალითად ფეხი ცალკე, ხელი ცალკე, ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაგეხმარებათ, რომ უფრო მარტივად გამოიყვანოთ ფორმები. როგორც ხედავთ, აი მთავარი არის, რომ ეს ჭხირები გქონდეთ, რომ ადამიანის დგომის ბალანსი დავიცვათ, რომ არ იქცეოდეს, დანგრეული არ იყოს, პროპორციული იყოს და შემდეგ უკვე ყველაფერი რაღაცნაირად ფაზლივით ეწყობა და ძალიან მარტივად ააგებთ უკვე ფიგურას. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო გაკვეთილი. ძალიან ბევრი მწერდით ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით, რომ გაინტერესებდათ ადამიანის ფიგურის ხატვა სხვადასხვა პოზაში. გელოდებით კომენტარებში. თუ გაგიჩნდათ რამე დამატებითი კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით და ასევე ჩემი რჩევა იქნება, რომ იმის გარდა რომ ამ ფიგურებს დახატავთ, ცადეთ სხვადასხვა პოზიციებში ადამიანები მსგავსი მექანიზმით. ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი ჩემი არხი, აუცილებლად დააჭირეთ subscribe ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ ძალიან საინტერესო ვიდეო გაკვეთილები. ასევე მოიწონეთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ და კომენტარებში მომწერეთ თქვენთვის სასურველი თემები და კითხვები. დროებით!